ეს არის Lolex Solicitors და დღეს მინდა გესაუბროთ თემაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში გაყურებას იწვევს. რატომ არ ეძლებენ ვიზას წარმატებულ მეწარმეებსაც კი? იცოდით, რომ დიდ ბრიტანეთში ბევრ წარმატებულ მეწარმეს ყოველკვირეულად უარს ეუბნებიან ბიზნეს ვიზაზე. ეს ხდება არა იმიტომ, რომ მათი იდეა არ არის კარგი, არამედ იმიტომ, რომ მათი მტკიცებულებები არის სუსტი. გაითვალისწინეთ, რომ იმიგრაცია არ არის ინვესტორის წინაშე პრეზენტაცია. ამ დროს თქვენ არც ცდილობთ ვინმეს ჩაბეჭდების მოხდენას. თქვენ საელჩოში უნდა დაანახოთ სანდოობა, მას ვისაც არასდროს შეხვედრიხართ და რომელსაც თითოეულ საქმეზე მხოლოდ რამდენიმე წუთი აქვს, რომ ტექნიკურად შეაფასოს საკითხი. უარყოფის უმეტესობა სწორედ აქედან მომდინარეობს. დაზუსტებისთვის და მეტი კონკრეტიკისთვის რამდენიმე მათგანს ჩამოვთვლით. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს, რომ ბიზნეს გეგმა ვერ ეწყობა ფინანსურ მტკიცებულებებს, რიცხვები ზედმეტად ოპტიმისტურია და არ არის რეალისტური. თქვენი ინოვაცია მხოლოდ სლოგანია და არა რეალური სტრუქტურული ბიზნესი. თუ გსურთ თანხმობა მიიღოთ, შეწყვეტთ ისეთი ტექსტების წერა, რომლებიც ემოციებზე მოქმედებს. წერეთ ისე, რომ თქვენმა ბიზნეს მოდელმა შემოწმებას გაუსვოს. აჩვენეთ შედეგები, აჩვენეთ კონტრაქტები, აჩვენეთ ბაზრის ანალიზი. დაანახეთ, რომ თქვენი ბიზნესი ქმნის ღირებულებას და არ არის ის უბრალოდ კარგი იდეა ბიზნეს მოდელის გარეშე. მთავარი გზავნილი კი მარტივია. საიმიგრაციო სამსახურში აფასებენ მტკიცებულებებს და არა თქვენს ენთუზიაზმს. თუ გსურთ რეალური, პრაქტიკული რჩევები და მეტი საინტერესო ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ ჩვენს მორიგ რჩევას სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით.